მადლობა, მოდით. ამაზე ხوار უნდა ვიფრინო. არა, ამით ხوار უნდა მათამაშო. საერთოდ გოგოები იშვიათად არის ფრინავები. მართლა. ძალიან იშვიათად. ხო? გამარჯობა, მე მინდა ფრენა, როგორც მე დღეს მოვედი და რას მიპასუხებთ? ნუ პრინციპში ყველაფერი მეორად მარტივი. საქართველოს კი არის. ეგ დიდი ხანია მე რამდენი წელი აქ დავფრინავ. ერთი ის არის რომ საკმაოდ ძვირი სიამოვნება ეს. ნებისმიერი ვინც მოდის და ფრენაობდა პირველ რიგში რაც არ უნდა სურვილი არ ქონდეს და რაც არ უნდა შეძლებული ოჯახის იყოს თუ კომისია ელემენტარული არ გაიარა ის ფრენას ვერ დაიწყებს. წნევების ცვალებადობა ეგეც მნიშვნელოვანია. ჰაერში აზროვნება ჯერ ერთი შენი ხარ მარტო ეგ ერთი და წარმოიდგინე შენ ხელშია ყველაფერი. ერთი წამით მარტო ვიქნები მე? არა, როცა ისწავლი. მესმის, მაგრამ ხვალ ხო თქვენ ჩემთან ერთად იქნები? არა, ხვალ კი. მაგრამ შევედით რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები, თუ აი რამე სასწაული არ მოხდა, თქვენ არ ჩაერიოთ. დამოუკიდებლად მაქსიმალურად ვერ იქნები ვერანაირად. აი ნახე. აბსოლუტურად ვერაფერს ვერ გააკეთებ, დამიჯერებ. ფრინავმა, შენ კი არა, ყველა ფრინავმა უნდა იცოდეს. რაზეც დაფრინავს, რითაც დადის, თლიანად თავის გავინა. დღევანდელს ჩვენ ყავს ცესნები, ეს არის ამერიკული თვითმფრინავები და არის ბეკასი, სასწავლო. მე უბრალოდ გულწრფელად გითხარით რომ მოვედი, რომ მინდა ვიფრინო და ელემენტარული რამე მასწავლეთ, რომ შევძლო ცოტა ხანი ჰაერში გავჩერდე დამოუკიდებლად. შეიძლება დაჭერას თვითმფრინავში ჰაერში შეძლებ, მაგას შეჭვი არ მეპარება და საკმაოდ მალე. არა, მაგას შეძლებ. მაგას ხვალვე ეს რო გაჩვენებ რომ ავიწყეთ ჰაერში. შენ დაიჯერ მაგას. მინდა ვიფრინო. ეხლა მოკლედ რო გითხრა ეს ფრენები როგორ ფრენებს ვახორციელებ სწავლის დროს. დიახ. ერთი არის წრეზე ფრენა, ეხლა გაჩვენებ როგორ არის რა არის. მეორე არის ზონაში ფრენა. დიახ. მერე არის მარშრუტებზე ფრენა. მარშრუტი იგივეა რომ აი ხვალ გინდა თელოში ვერ გავფრინებით ეს უკვე იქნება მარშრუტი. აი რო ავიღოთ ასაფრენი ბილიკი, ხო? შეიძლება მე ერთხელ არა და ორჯერ ვცადო, ერთხელ უბრალოდ ვერ აღვიქვავ რა გავაკეთე და მეორე ორჯერ ხუთი გაგაკეთებინებ. ხო? კი, სულ ყველაფერს და შენ ნახავ რამხელა ისინი მოყვება. თავიდან ბევრი მოგესჩვენება, მაგრამ ნელა როსალო არაფერი არ არის თუ. მე მინდა რომ ამ ოთახიდან გავიდე, აღარ მინდა ოთახში. მოვედი რომ ვიფრინო და ოთახში ვზევარ რამდენი ხანი აუდიტორიაში. მანახეთ როგორია ცესნა. ეს არა ოღონდ მაკეტი, ჩვეულებრივი, ნამდვილი. სულ ცოტა რჩება უკვე იმ მომენტამდე, როდესაც მე დავიწყებ ფრენას. უნდა შევამოწმოთ. ჯერ როგორ მდგომარეობაშია, მე ჩემი თავი მიყვარს თან ძალიან და მინდა დავrწმუნდე რომ ყველაფერი კარგად არის. არა, მართლა ეს
მარტო იმიტომ არა რომ მე ჩემი თავი მიყვარს. ზოგადად ასე ხდება. თვითონ რომ გამოყავს აუცილებლად და შეამოწმო. კი, მე ეს უკვე ვთქვი. აუცილებლად ყოველთვის ვიწყებ შემოწმებას გარედან ვიზუალურად. დათვალიერებით, ხო? ყველა ხო. აქ ყველა თვითფრინავდა საფრენ აპარატს აქვს თავისი სქემა შემოწმების, ყველა აბსოლუტურად. დიახ. ვიწყებთ დათვალიერებას. არის მთელი გამონათებელი სისტემები. ამას ქვია ელერონები, რის მეშვეობითაც ელერონი. ხო. ამის მეშვეობით თვითფრინავი იხრება მარჯვნივ და მარცხნივ მოხუვის დროს. მიმართულებით. აგრძელებს შემოწმებას, ასევე თვალს მომოწმებს ჰიდრაულიკურ სისტემაში. ეს არის საბარგული? ეს არის საბარგული, ხო. დიახ. ამას აუცილებლად ეს უნდა იყოს დაგებული. გასაღებით რომ ამას აღარ მოუტრიალდეთ. ეს საბარგული შეიძლება გადაიტანო პატარ-პატარ რაღაცთვის. დიახ. აქაც იგივე. ვიზუალურად. ხო, უბრალოდ. შეერთებს წერტილებს. დიახ. ქვეშიდან ნუარგოს არ დაზიანებები უნდა გქონდეს. დიახ. მექანიკური დაზიანებები, ასევე ვერტიკალურად უყურებს. კუც. ეს არის ვერტიკალური, ეს მოხუვის ის არის. საჭე. იგივეს რაცაც იქიდან მხარეს პაკეტებით ვამოწევთ. ერთადერთი აქ დაწოლა არ შეიძლება არანაირად. ქარის ამბავი როგორ არის? ქარი ნორმალურად ლოგეშინია. ამებს ქვია ფლაპები, ფლაპები და ფლაპებია თუ ელერონები? არა, ელერონები ბოლოებშია. ეს არის რუსულად რო გითხრა, რუსული ხო იცი, ზაგრილკი. ეს გვეხმარება აფრენ დაჯდომის დროს, ამცირებს გასაფრენ მანძილს და დასაჯდომ მანძილს. ისინი ესენი მოხუვის დროს რო ხრის თვითონოდ ვაგრძელებთ. დიახ, აქ რას უყურებთ? ჩავხედო ხო არაფერია. პირველი ხო არ არის შემწვრალი, აქ შიტი, ხო? რაღაც უცხო რაღაც არ იყოს დარჩენი. დიახ. ხელი არ გაისურვე მაინც ერთი. ამოწევთ ზეთის რაოდენობას. აი აქ არის. ნორმამდე. არის ნორმამდე, ძალიან რო არ დავსვარო. მოდი ისე ჩავდები, ხო სტრაპკა უნდა მქონდა და თან რო გამეწმიდა. როგორია? როგორი ბიჭია? რომელ წლის გამოშვება ეს? 80-იანი წლების. მართლა? აუცილებლად უნდა შევამოწოთ საწავის მარაგი, რაოდენობა. ამოიღე. ხედავ აქამდე საწავი. გაუში ხელი. ჩავიდა. ანუ 100 ლიტრი. შემდეგი ეტაპი არის შემოწმება საწავის. არ იყოს წყლის წვეთები, ნალექი და ნებისმიერი ნაწილაკები, რაც არის. ანუ სულთა უნდა იყოს? კი, აუცილებლად. კრიალა. კრიალა. ალო. ეს არის სავიაცო ბენზინი, გაიციშით არ შეგესხას. შვედიერია. როგორც იქნა. უსასმენს ვიგეთებთ. ეგეთი. ამის შემდეგ ვათვალიერებთ ვიზუალურად. ყველაფერი პრიბორები არის. ეს არის ძრავის საკონტროლებელი პრიბორები, აქთან მხარეს. საწოვი, ეს ელექტროსისტემა, ზეთის წნევა და ზეთის ტემპერატურები. და აქეთ არის სანავიგაციო, რომელსაც ვიყენებთ ფრენის დროს. ეს არის ერთადერთი, რომელიც აუცილებელი პრიბორი, რომელიც გიჩვენებს თუ არის ცუდი ხილვადობა. 0-ზე რო არის ხოლმე, ეს იმას ნიშნავს, თუ ჩვენ მივიდეთ გორიზონტალურ ფრენად. სიმაღლის მაჩვენებელი. ამერიკული სისტემის განზომიერება, ანუ მეტრებში არა გვაქვს. ხო, ფუტებშია. გამიგე? იც რა მაინტერესებს? ახლა არის ქარი, რამდენი კვანძი რა თქვით? 5 კვანძია რო დავრეკე. 5 კვანძი. ეს არის დაახლოებით კილომეტრებში რომ უფრო გასაგები. ეს არის განახევრი. ეგ არის დაახლოებით 2.5-3 მეტრი წამში. ეს არის რადიო კავშირი, რადიო სადგურებია. 1 და 2. ამას ხონი 2 რადიო სადგური. ყველგან უნდა აბსოლუტურად. აი გადახედო, ნორმა აგდელებს ფრენა, გადახედო. აი აქეთ ამხარე თქვენ გაინაწილეთ დღეს, აქეთ მე ვიქნეს. კი ბატონო. გაწყობთ? კი ბატონო. მე ვარ დღეს მეორე პილოტი? კი. დღეს მეორე პილოტი შენ ახარ. ნუსი აქ ჩათვალე რომ აქ არის რუქა და გიჩვენებს სად ხარ, საით მიდიხარ და ასე შემდეგ, ამიგე?
ყველაფერი აბსოლუტურად. ეს არის საავიაციო GPS-ი. არ მინდა ამდენი თეორია, მინდა პრაქტიკა. ნუ შო, მაშინ ძრავს უშვებთ უკვე, ხო? კარგი. წავედი. დავიწყე. და მარჯვნივ მარცხნივ. მარტო პედლებით. ანუ მარჯვნივ მარცხნივ და მუხრუჭებია. ფაქტიურად რომ შევხედოთ ჩვენ უკვე ხო ეს უკვე გვაქვს პლანეს სექტორებში უკვე არის გამთბარი ძრავი. შემოწმება ერთი პირველი, რასაც ვაყენებთ, ეს არის მიმართულების კურსი. შემდეგი არის შემოწმების ეტაპი. ვაყენებ აბაროდ 1700-ზე. ამოწმებ საწოვის მეთოდებას. დავედით. ეხლა უყურე გაზი, ტორმოზზე წაუშვი და დავედით. Sorry, მაგრამ შეიძლება გიშკია. მინდა აღნიშნო, რომ ეს არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება, ხო? და საკმაოდ რთულია ეხლა ამ პირობებში დაჯდომა. უნდა დავჯდეთ უკვე? დავჯდეთ შემეხება. მას მეუბნებ, უნდა დავჯდეთ, ზევარ. აი ამის მეშინია ძალიან. უტავდა. Udam. Adiós, amigo. ყავაც დავლიოთ, კი, ყავაც დავლიოთ და მე ცოტა მომშივდა. მაგრამ მინდა ვთქვა მანამდე რომ რა დროს ეგ არის. მე აღმოჩნდი ჩვეულებრივი ფრენის ხამი. იმიტომ რომ არასოდეს არ მინდოდა აქედან გადმოსვლა.
ჩვეულებრივ მგზავრები რომ მოდიან ხოლმე არ გისვამენ უამრავ კითხვას. ეს რა არის, როგორ არის, ხوار ჩამოვარდებით, ჩამოვარდით რა ვქნა. პირველი კითხვა რაც არის, პარაშუტი არის თუ არა, აბსოლუტურად. მე როდის კითხეთ, როგორ მეტყობა რომ რაჭოლი ვარ. რა წარმოიდგინე, ამდენად ითვლება ეს უსაფრთხო. ნუ ხო არ შეიძლება გამორიცხო. არა, გამორიცხო. მერე? ანუ ვერც ვერაფერს ვერ ვაკეთებ? ნუ მაგ შემთხვევაში, ერთი სუყურებაში ვარ გარშემო, ნო? ხო. ეს პირდაპირ არ ვარდება რაღაც რო არის, ხო? პლანირებს იგივე ეშვება ნელ-ნელა. ხო. როცა უნდა იყოს ადგილი, სად დაიჯდა იმდენ ეს ვერტიკალურად ვერ ეჭდება, უნდა რაღაც მანძილი შეიძლება. დღეს ალაზნისოს ნახავ. ალაზნს ნახავ, ხო? როდის მოვა ჩვენი მგზავრი? აი ხო სადაც მალე უნდა მოვიდეს უკვე. ხო? მოგეწახვის დროც იქნება. მართლა? აი მორჩეთ და გავიდეთ. ჩვენ უნდა დავაუდოთ თვითმფრინავში. ხო, იქ ალბათ შეიძლება იქით მოვიდეს უკვე მოსულიც იქნება. კარგი. ცოტნე სასიამოვნოა. ორგეშინია. ცოტა ისეთი თემა. სიმაღლის შიში მაქვს. არასოდეს არ გიფრენია? არა, იმიტომ რომ ჩემი ბავშვური ესე იგი ცელქობის გამო მეშინოდა სიმაღლის. ემოცია თუ გექნება ყვირილის სურვილი, კივილის ვაიმე დედა მერთო მიშველე პრობლემა არ არის. არ დაგცინებ მარცვა. შენ არ იცი ზემოდრეები მოხდება. მე კი არ გაშინებ, მაგრამ მამზადე? არ გამზადებ. მინდა გითხრა რომ თუ კი რამე ხდება, აქ არანაირი საშუალება არ არის რომ ამ თვითმფრინავიდან როგორღაც თავი დააღწიო. შესაბამისად ვარ აი ამ ადამიანის იმედად. ცოტნე სახეს ვერ ვხედავ და გადაუღებთ ხო? მე მინდა რომ ნახო. ცოტნე!
გამოყოფილად. გამარჯობა ცოტნე. გამარჯობა ქრისტი. ჩამოვედით ხო აშკარად. აშკარად. დედამიწა. ვაიმე. მე არასოდეს არ მყოფნის. ჰარში ყოფნა. მადლობა. ამაზე დაბიჯება არ შეიძლება. ოპა. აი როგორ ავარ იცი? აბა, როგორ ახარ? დავიბადე ახლიდან, ოღონდ სხვა სამყაროში. თავარი ამბავი ხა იცით ამ ყველაფერში რა იყო? თქვენ კი იძახით რომ კრისტი აფრენსო. ხოდა მე კი არ ვაფრენ. მე დავფრინავ. თან ძალიან მაღლა.